თქვენ ეს უნდა იცოდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ მშვიდად ვერ აფრინდებით. აეროპორტი ქვეყნის სახეა. ამას საქართველოს ხელისუფლება დროდადრო გვახსენებს და ახალი საერთაშორისო აეროპორტით განსაკუთრებით ამაყობს. სადავო არც ის არის, რომ ჩამოსულ ადამიანს შთაბეჭდილება თვითმფრინავიდან გადმოსვლისთანავე ექმნება და არც ის, რომ ახალი ძველს ნამდვილად სჯობს. თუმცა, როდესაც ჯამში, ანუ თბილისსა და ბათუმში დაახლოებით 90 მილიონიან ინვესტიციაზეა საუბარი, არ უნდა არსებობდეს იმის თუნდაც 1%-იანი ალბათობა, რომ უხარისხო ასაფრენი ბილიკი დაუწყებელი რეისის დასასრულის მიზეზი გახდეს. კენჭმა, რომლითაც თურმე სავსეა საფრენი ზოლი, შეიძლება საშინელი კატასტროფა გამოიწვიოს. ჟურნალისტი თემურ იობაშვილი დროებისთვის იძიებდა თუ რას ნიშნავს ავიაკარიბჭე ქართული გაგებით. აეროპორტი ის ადგილია, საიდანაც კაცი ევროპაშიც უსწრაფესად მოხვდება. ამერიკაშიც და თუ ყველაფერი წესრიგში არ არის, არც საიქიომდეა შორი. ამ ბოლო გზაზე მთავარ როლს ასაფრენ ბილიკზე ერთი პატარა კენჭი ასრულებს. თბილისში შენდება ახალი აეროპორტი საერთაშორისო, მინდა გაჩვენოთ როგორ გამოიყურება. პირდაპირ მისადგამი ტელესკოპიური 6 ტრაპით, თვითმფრინავი და პირდაპირ შეხვედრა შენობაში. დღევანდელ აეროპორტს ორჯერ არის სიდიდით აღემატება, შიგნით იქნება ხელოვნური ჩანჩქერი. ასეთი აეროპორტი გერმანულ კომპანია ტაკომს უნდა აეშენებინა. ასე სურდა პრეზიდენტს ჯერ კიდევ ტენდერის დასრულებამდე. ამ განცხადებით სატენდერო პირობები რომ დაირღვა, ბევრს არაფერს ნიშნავს. საოცნებო აეროპორტზე ქვეყნის პირველმა პირმა ილაპარაკა. ჩვენ უკვე გვაქვს მსოფლიოს ყველაზე თანამედროვე აეროპორტი. სოფლიოში საუკეთესოდ ჯერ კიდევ გახსნამდე გამოცხადდა და ის არა ტაკომმა, არამედ თურქულმა ტავმა ააშენა. 2006 წლიდან მართვაში 20 წლით აიღო. კონტრაქტის მიხედვით დასრულებული თუ დაუსრულებელი 23 ნოემბერს უნდა გახსნილიყო. საერთაშორისო სტანდარტებს 3 თვის დაგვიანებით მივაღწიეთ. საბოლოოდ ტავ-ჯორჯიას 62 მილიონიან ქვეყნის სახეს ხან ქარი მოერია და ხან წვიმა. აეროპორტის ეს მთელი მშენებლობა რეკონსტრუქციის ღირებულება უნდა ყოფილიყო მაქსიმუმ 35 მილიონი დოლარი. მაქსიმალური საინვესტიციო თანხა ძალაში არ დარჩა. გერმანული კომპანია ტაკომი მსოფლიოში 16 უზარმაზარი აეროპორტის მშენებლობის გამოცდილებით ბორცს მიღმა აღმოჩნდა. ტენდერში მონაწილეთა შორის ახალი კომპანია ჩნდება. მონაწილეობას იღებენ გერმანული კომპანია ტაკომ გლორია პივდენი, რომლის ჩინური კომპანია როგორია. შილობილი კომპანია არის გლორია იანგი, მაგრამ იმოქმედებენ ტაკომის სახელით, არქიტექტორი გიორგი თუხარელი და სამშენებლო კომპანია პალადი პალასი. თურქული კონსორციუმი ჩელები მაშინ არავის უხსენებია. ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, რომელიც ტენდერში სახელმწიფოს მხარეს წარმოადგენდა, დღეს ტელეინტერვიუს გაურბის. კითხვაზე თუ როგორ აღმოჩნდა ჩელები სატენდერო ნუსხაში განცხადების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ, უწყება წერილობით ასე პასუხობს. სატენდერო კომისიის წინაშე წარმოდგენილი იქნა 3 დაინტერესებული ორგანიზაციის მიერ მომზადებული წინადადებები. ეს ორგანიზაციებია ტაკომ გლორია პივდენი, კონსორციუმის შემდეგი შემადგენლობით, A&G Business Development Corporation, Geshen Technic and Service, ჩელები და კონსორციუმის შემდეგი შემადგენლობით, ტავი ურბანი და პალადი პალასი. სამინისტროს წერილთან არერთვის ჩვენს მიერ მოთხოვნილი ტენდერის ოქმები. 2 თვის შემდეგ საეჭვო ვითარებაში გაშენილი ჩელები აეროპორტის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებასაც ახერხებს. ძალიან ინტენსიური ლობირება იყო სხვადასხვა კომპანიების სასარგებლოდ, მათ შორის ზოგიერთი იმ ხალხის მხრიდან, რომელსაც პატივს სცემ, მაგრამ ბოლოს სხვათა შორის გაიმარჯვა იმ კომპანიამ, რომელსაც არავინაც არ ლობირებდა. და ყველაზე უპატრონო იყო ამ გაგებით. საკმარისია კარგ საქმეს მოკიდო ხელი, მაშინვე იწყება ფუს-ფუსი არეულობა. ერთმანეთის დაჭმა ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. ეს ყველაფერი მორჩება უკან და დაგვრჩება აი ეს. ხმაური მორჩა და მორჩა უპატრონო ჩელების ისტორიაც. კონსორციუმი მშენებლობის ფულს ვერ შეულობს და მართლაც გვრჩება აი ეს. ტენდერში უპირატესობა კვლავ თურქებს აქვთ და სახელმწიფო მოლაპარაკებას კომპანია ტაურბანთან იწყებს. მაშინვე იწყება პრობლემები ფრინავთა ასოციაციის პრეზიდენტთანაც. Очень часто меня обвиняют в том, что я был против строительства этого аэропорта. Я не был никогда против. Пусть построили бы, но на эти деньги можно было бы построить аэропорт в 3-4 раза больше и лучше. Тендери იყო გამოცხადებული როგორც ჩანს მხოლოდ ტენდერისთვის, ანუ იმისათვის რომ შექმნილი იყო ეს ხილვადობა რომ მოხდა
ყველაზე თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე აეროპორტის გამორთვა, რომელსაც პირველივე წვიმაზე წვიმა ჩამოუვიდა, ესკალატორი გაუფუჭდა, სახურავი გადაეხადა და ასე შემდეგ გააცნო. სახურავი და ესკალატორი ყველაზე ნაკლები პრობლემაა. ექსპერტების თქმით, მთავარი ასაფრენი ბილიკია. ეს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის თვითმფრინავია. Boeing 747 თბილისის აეროპორტში. ფილების მიღმა მიწადაქვები ძრავისთვის დიდი საფრთხეა. ერთი ასხლეტილი კენჭი და მსოფლიო სკანდალიც მზად არის. მაშინ გადავრჩით. შემდეგ კი აეროპორტის მმართველმა ტავჯორჯიამ საფრენი ზოლის კიდეები 7.5 მეტრი ასფალტით დაფარა. თუმცა როგორც ალბერტ ნურბეკიანი ამბობს, ამით საფრთხე კიდევ უფრო გაიზარდა. მიზეზი უხარისხო საფარია. ასფალტი ხელის მარტივ მოძრაობასაც ემორჩილება, რომ აღარაფერი ვთქვათ რეაქტიული ძრავის ძალაზე. Вот это кусок именно этой боковой полосы безопасности, который вот просто пальцем я поднял, и он отлетел. И для того, чтобы была бы сцепка между асфальтом и этим, должен будет залита специальная мастика. Как видите, этой мастики нет. Не дай бог, если это попадет в двигатель. Это гарантированная катастрофа. Да вы спросите любого пилота, не меня спросите. Любого. Скажите даже, вот, что будет, если попадет вот этот двигатель. მე ვშიშობ ამის დაფიქსირებასაც კი, რა შეიძლება გამოიწვიოს. ხანძარი შეიძლება გამოიწვიოს ძრავში. წარმოიდგინეთ თქვენ ასაფრენი თვითმფრინავი, რომელიც გარბის, ასაფრენად ემზადება და იმას თვითმფრინავის ძრავში მოუვიდა ხანძარი. თქვენ წარმოიდგინეთ ეს რა შეიძლება მოხდეს? ეს ის გზაა, რომელსაც თბილისის აეროპორტში ყველა მგზავრი გადის. ეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ორმოებია, რომლებიც ხშირად ასევე საერთაშორისო стандартების შესაბამისი ქვებითა და გუბეებითაა სავსე. На самолетах типа Boeing, Airbus двигатель находится буквально в метре от бетона. Они все двигатели под крылом. Вот в этом именно вся опасность, понимаете? ზოგჯერ ჩვენ გადავდივართ ამ ზოლს ან მარჯვნივ ან მარცხნივ გადავდივართ, რომ თქვათ ორმოა იქად, რომ არ ჩავაგდოთ ორმოში თვითმფრინავი, თქვათ. კენჭებია, ძალიან ბევრი კენჭი ყრია პერონზე. ეგ სახიფათოა ძრავებისთვის და ძალიან ბევრი ისენია, პრობლემებია საერთოდ. ფრინავები ამბობენ, რომ ადრე თბილისის აეროპორტში სპეციალური ჯგუფები მუშაობდნენ. ისინი დადიოდნენ და კენჭებს ჯიბეებში იგროვებდნენ. საერთაშორისო აეროპორტში ასეთი ხალხი საჭირო აღარ არის. Тумცა ქვებს специალური მანქანაც ვერ ერევა. Я вот эти вот куски вот в свое время я послал руководству страны, но я больше чем уверен, что до них не довели, кто-то счел ненужным, чтобы руководство страны занялось, но не дай бог, если случится катастрофа. Ამ უპასუხო წერილის გარდა სხვა განცხადებებიც ბევრი იყო. გზავნილებმა ადრესატამდე მიაღწია. პასუხები მრავალია, შინაარსი ერთი. სიცხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 62 მუხლის შესაბამისად იგზავნით ფინანსური საშუალებით შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამსახურის ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იგზავნებათ საქართველოს იგზავნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აეროპორტის ცენტრში. ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ საკუთარი კომპეტენცია წერილობით განმარტა. ფრინავთა ასოციაციის თითოეულ წერილზე სამინისტრომ მოახდინა სათანადო რეაგირება საკუთარ კომპეტენციის ფარგლებში. პასუხიაცნობა განცხადებელს და სათანადო რეაგირებისთვის კომპეტენციიდან გამომდინარე გადაუგზავნა შესაბამის უწყებებს. მიმოწერაში მთავარი კი გვერდზე რჩება. Boeing-ი, რომელსაც ძრავები ასფალტის კიდესთან ახლოს აქვს, კენჭის შესრუტვის შემთხვევაში რეისს მომენტალურად დაასრულებს. ის რომ ასეთ შემთხვევას თბილისში ადგილი ჯერ არ ჰქონია, მხოლოდ შემთხვევითობის ბრალია. ეს ის ქვა სადღაც დევს და ელოდება თავის დროს, თავის წამს ელოდება, თავის წუთს ელოდება. ის ქვა, ის რკინა, ის გაისვრის მაინც სადღაც ოდესღაც გაისვრის. ის ჩავარდება იმ ძრავაში. თუ კი უცხოეთის აეროპორტებში თვითმფრინავების დაშვება თითქმის არ იგრძნობა, თბილისში სულ სხვა გვარი ვითარებაა. ბორტგამცილებელს მგზავრების დამშვიდება თბილისის აეროპორტში დაჯდომისას უფრო ხშირად უწევს. როგორც მგზავრები ამბობენ, ძლიერი ვიბრაციის გამო ლამის თვითმფრინავი დაიშალოს. გვაქვს ჩვენ რეისები ბორისპოლის აეროპორტში, როდესაც ხდება თვითმფრინავი, მაშინ თითქმის არ იგრძნობა თვითმფრინავის დაждობა, მაგრამ როდესაც თბილისში დაждომას გრძნობს, საკმაოდ სხვაობას ვქნებ ამაში. ვინც გამოცდილია და ხშირად მგზავრობს თვითმფრინავით, იმათთვის რა თქმა უნდა, იმათ ჩვენთვის უთქვიათ ეს.
კენჭები და ორმოები არც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თვითმფრინავების მიმოსვლის ბილიკებს, ეგრეთ წოდებულ პერონს აკლია. ამის გამო თვითმფრინავი თითქმის ყველა რეისის შემდეგ შეკეთებას საჭიროებს. ყოველ ორ კვირაში საბურავის გამოსვლა კი საბოლოოდ ბილეთის ფასში აისახება და ტვირთად მგზავრს აწვება. წერილები მივწერეთ საბურავებზეც, მოხდა ჩვენი საბურავები დაზიანდა, რომელიც დღემდე ისინი იხილავენ, თუ ის სამხილი მასალები გვანახეთო, რომ მართლა აქ დაზიანდა, რა თქმა უნდა, ჩვენ სადაც რეისები გვაქვს იმ აეროპორტებში საბურავი არ დაზიანდებოდა, იყო მხოლოდ დაზიანების ფაქტი თბილისის აეროპორტში შემჩნეული. მეორე წელია ავიაკომპანიების მომსახურებასაც ტაო-ჯორჯია ექსკლუზიურად ახორციელებს. ამ სერვისის ფასს საკუთარი სურვილით აწესებს. ის გამოც ბოლო 1 წლის განმავლობაში ტარიფი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ ადრე ხდებოდა ბილეთის ტარიფში 20-25 დოლარის გათვალისწინება აეროპორტის ხარჯების, დღეს ჩვენ გვიწევს 48-50 დოლარი მარტო გვიჭდება მგზავრის მომსახურება თბილისის აეროპორტში. საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომზე 5 წუთზე დიდხანს მანქანის გაჩერება 2 ლარი ღირს. მიუხედავად ამისა, ტაო-ჯორჯია მანქანის უსაფრთხოებაზე პასუხს არ აგებს. ავტომობილის ერთი კვირით სადგომზე დატოვება კი თითქმის ავიაბილეთის ფასთან აბრძდება. რომ სადღაც მოგინდეს ერთი კვირით წასვლა და დაბრუნება და მანქანაში ჩაჯდა სახში წახვიდე, ეგეთი ვარიანტი აღარ არსებობს. ადრე იყო 3 ლარი ღირ და 1 ღამე. 10 დღით წასულიყავი 30 ლარი იყო და ეხლა არის ესეთი ფასები, რომ სამჯერ გადაამეტებს ბილეთის ფასს. აეროპორტის ბუფეტში ცივი ჩაი 4 ლარი, ყავა 6, სენდვიჩი კი 18 ლარი ღირს. ავიაკომპანიების წარმომადგენლებს წერილობითი გაფრთხილება მიეცათ. თუ მათთვის გამოყოფილ ადგილებში მადუღარ აღმოჩნდება, გვარიან ჯარიმას ვერ გადაურჩებიან. ამიტომაც ვისაც ყავა ან ჩაი მოენატრება, კეთილი უნდა ინებოს და ფინჯანში 5-6 ლარი გადაიხადოს. თბილისის ახალ აეროპორტს საათში 2000 მგზავრის გატარება უნდა შესძლებოდა. ეს კონტრაქტის პირობა იყო. დღევანდელ აეროპორტს სულ 3 გასასვლელი, ეგრეთ წოდებული გეითი აქვს, რომელთანაც თვითმფრინავი დგება. ერთი დამატებითი გასასვლელია აეროპორტის ეზოში. ამ პირობებში საათში 2000 мгзавრის гатарება титкмис абсурдия. В часе 3600 секунд и 2000 пассажиров в час получается, что примерно 1,8 секунды Тбилисский аэропорт должен выпустить одного пассажира. Это просто смешно, потому что пассажир должен пройти таможенный, пассажир должен пройти пограничный контроль и так далее. И в конце концов, каким образом 3 рукавами можно обеспечить отправку 2000 пассажиров в час. ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ამ საკითხებზე სხვაგვარი შეხედულება აქვს. დავაზუსტებთ, რომ აეროპორტს აქვს არა 3, არამედ 5 გასასვლელი. ამასთან საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კიდევ 2 გასასვლელის დამატებაც, რისი საჭიროებას დღეს არსებული მოთხოვნილებებით არ არის. ამჯერად მგზავრებს კიდევ გაუმართლათ, თუმცა კენჭები აეროპორტის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ყრია.